მოგესალმებით, მეგობრებო, ხშირად მეკითხებიან ხოლმე ასტროლოგიურ უკაში როგორი წინააღმდეგობით ახსავსე ინფორმაციები არისო და როგორ შეგვიძლია ეს გავიგოთ, რას გულისხმობს, ხო? როცა აქეთ ხასიათი ესეთი არის და მე სხვა პლანეტების სხვა ასპექტები აჩვენებენ რადიკალურად საპირისპირო თვისებებს და ხასიათს. და როგორ შეგვიძლია ეს გავიგოთ, ხო, რაში არის აქ საქმე? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ყველა პლანეტას აქვს თავისი სფერო, თავისი გარემო, აბსოლუტურად ესეთი სფეროს გარემო, იქ თავისი სახლების სისტემა არის, იქ არის ენერგიები, რომელიც განსაზღვრავს ყოველი პლანეტა დამოუკიდებლად. როდესაც ერთი პლანეტა მეორესთან არის ასპექტში, ან ერთი დახასიათება, მაგალითად, მთვარე არის დღის რგაში, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი არის ასეთ სტრუქტურირებული, ცივი, რაღაცა და იქ ვენერა ჩდება თევზებში და ადამიანი არის ძალიან გულმოწყალე, ძალიან ფანტაზიური, ანუ აბსოლუტურად სხვა ენერგეტიკა, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობაში არის ერთმანეთთან. ეს ნიშნავს, რომ ემოციური სტრუქტურა ჩვენი დედასთან ურთიერთობა, ქალური ენერგია, ან ემოციური კომფორტული გარემო, ეს არის იმპლანტის იმ ნიშნის დამახასიათებელი. ვენერა არის უკვე ჩვენი სურვილების საზოგადოებასთან ურთიერთობა, მაგალითად, ჩვენი ფინანსური რესურსების სიტყვაზე, ხო, ჩვენი სიამოვნების მიღება, როგორ შეგვიძლია დავტკბეთ ცხოვრებით, როგორ შეგვიძლია სიყვარული სითბო გამოვაბინოთ გარშემო, ხო? ქალური ენერგია არის, ესეც ოღონდ პასიური ქალური ენერგია. ანუ სტრუქტურულად საერთოდ სხვადასხვა არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველად, როცა ასტროლოგიას სწავლობთ, მაგალითად, ხო? საბოლოო ჯამში ასტროლოგიის სწავლით ჩვენ თავს სწავლობთ. რომ მაშინ ვიწყებთ დაფიქრებას, რომ ემოცია სად არის? განსხვავებას, რომ იქ სიამოვნება და ეს გემოები თუნდაც ვენერა არის, ეს სილამაზის აღქმა როგორი არის და საერთოდ სხვადასხვა სტრუქტურა არის. მარსის ენერგია აბსოლუტურად სხვა ენერგია არის, ხო, ეს არის ჩვენი შინაგანი აგრესიულობა, შინაგანი мотиваცია, რომ აი ხა ვდგები და რაღაცას გავაკეთებ. ან როგორ დავიცავ მე თავს, მაგალითად, ხო, როგორ შემიძლია აი ენერგიის, შინაგანი ენერგიის გამოხატვა, ხო, გარემოს. ახლა ვენერა არ არის ენერგია, ხო, ეს არის, რომ მოლაპარაკება, რომ შეგვიძლია ადამიანთან ლამაზად, აი ვენერას ჰიპოთეტურად, რომ აგიხსნათ არქეტიპულად, ვენერას ენერგია შეიძლება იყოს, აი ლამაზად, რომ ლამაზ სერვისში ყავას სვამთ, ლამაზ გარემოში და ვსაუბრობთ ხელოვნებაზე სიტყვაზე. და მარსი ეს არის, როდესაც ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს ან სროლაში, მაგალითად, შვილის ან ფეხბურთში, ან აი თამაშებში ეს აგრესია, აქტიურობა, კონკურენცია არის, ხო, საჭირო სიტყვაზე, ხო? აბსოლუტურად სხვა სფეროები არის. ეს ძალიან მარტივად რო აგიხსნათ. ამიტომ არ არის ის, რომ რაღაც იწინააღმდეგება ჩვენში მეორე ინფორმაციას, ხო? არ არის ესე, უბრალოდ აქ არის სხვადასხვა სფეროები რადიკალურად, როცა მზეზე ვსაუბრობთ, მაგალითად, ეს არის მე როგორ მინდა თვითგამოხატვა, როგორი შემოქმედებითი უნარები მაქვს, ვარ თუ არა აქტიური ინიციატივებში, აი მე რაღაც მინდა ჩავაბარო აქა და აქ, ხო? და არავის ვერ რჩება, არ მჭირდება ვდგები და მეტზე мотиваციურად იდეებში, აი მე რაღაც შორს მიმავალი მიზნები მაქვს და ამას ვაკეთებ. სუსტი მზით ესეთი რაღაცა ცოტა გაგვიჭირდება, ხო? იქ შეიძლება ვიღაცებს ვკითხოთ, შეიძლება მერყეობა შემოვიდეს სიტყვაზე, ხო? და მზის ფუნქცია ვერ იქნება მარსთან, ვერ იქნება ვენერასთან, ის აბსოლუტურად სხვა ფუნქცია არის. ამიტომ აქ ცოტა ვაწყდებით იმას, რომ არ ვიცით არც ასტროლოგიური ფუნქციები პლანეტების და არც ვიცით ჩვენში როგორ არის ეს ფუნქციები გადანაწილებული. არ გვიფიქრია აქამდე, ხო? ესე ვთქვათ. და ცოტა ჩავფიქრდებით, ცოტა დავიწყებთ განა წინააღმდეგობის ძიებას, მეც მქონდა ეგ, ხო, ერთი ძალიან ბევრი წლის წინ ანალოგიურად ვკინძავდი ესენი ნელა ინფორმაციებს და თუ ჩავხმავდებით ისე, რომ წინააღმდეგობას კი არ ვეძებთ, პლანეტების ანალიზს ვეძებთ ჩვენში, ჩვენ როგორ აღვქვათ, მაგალითად, ჩვენ ვენერა რო წავიკითხო, რომელ ნიშანში არის, მე რომელ სახლში არის და დავაკვირდე, როგორ მაქვს მე გამოხატვა ვენერას ენერგიებს. ესე რა უნდა გავერკვეთ, ვენერა რა არის თვითონ, რა სფეროებს მართავს. მე ეს უნდა ვიგრძნოთ ეს ვენერა ჩვენ, ხო? და დავაკვირდეთ, აი ქალები თუ არ სიყვარულში გრძნობებში როგორ გამოვხატავთ ჩვენ თავს, ხო? აი როგორ მინდა რომ როგორც ქალს მიყურებდნენ სიტყვაზე. კაცი თუ ვარ, ხო? ჩემ ქალს რა თვისებები უნდა ქონდეს. როგორ მინდა რომ აი რა მომხიბვლელობა და რა შარმი უნდა დაკრავდეს ჩემს ქალს სიტყვაზე, ხო? ან როგორი ისეთ ესთეტური გემოვნება მაქვს მაგალითად, ხო? აი ესეთ რაღაცებს თუ ვაკვირდებით, ყველა პლანეტას რო ჩამოუყვებით
და გავარკვევთ, რომელს რა ფუნქცია აქვს. მე ერთმანეთში იკვეთებიან ეს. აი თქვათ ვენერა როცა ურანთან შემოდის, შეერთებაში ხშირად არის ხოლმე მეუბნებიან, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მეგობრობით და მე გადავიდა სიყვარულში. ოღონდ მე ხანახან ისე მეგობრობაში გადადის, ხო? შინაგანი თავდაცვაც არის ვენერა, რაც არის ესთეტიზმი და სიყვარული. ურანი ეს არის თავისუფლება, ეს არის ელექტროობა, რომ აი მე რაღაცას რო უახლოვდები, უკან მაგდებს. ისე რომ დღეს სუფთა ელექტროენერგიას ურანი მართავს. ესე იგი, ამ ვენერას აქვს ურანული გავლენა, ესე იგი, ჩემს სიყვარულის, ესთეტურობის, სიმშვიდის სფეროში შემოდის დაძაბულობა. ეს არის არასტაბილურობა, ქაოსი სადღაც, ხო? და ის კი არა რაღაც საწინააღმდეგო ენერგია არის. ამ ჩემ ვენერაში მე რაც მინდა, ის მოულოდნელად იცვლება, ის ბოლომდე არ გამოდის. ან მე თვითონ მინდა ყველაფერი თავდაყირა დავაყენო, იმიტომ რომ ეს ტრავმა მქონდა ბავშვობაში სიტყვაზე, ხო, ვენერა სფეროში, ხო, ესე დავინახე სამყარო. აი ესე ნენელა რომ გავყვეთ ასტროლოგიას, იმდენ რამეს ვისწავლით, იმდენ რამეს ჩვენ თავზე გავიგებთ, ავკინძავთ თელს, აი ესე სისტემას შევქმნით ჩვენი თავისგან, ხო, შემდეგ იწყება პროცესი ამის შეგრძნების. ამიტომ არის რა ეხლა მე რო ვასწავლე მაგალითად ასტროლოგიას, ეხლა 4 აპრილს მეწყება ახალი კურსი ასტროლოგიის წელიწადში ორჯერ ვაკეთებ ხოლმე. აი ესე გავდივართ თავიდან ესე თეორიას და მე სუფთა თერაპიულად ვიწყებთ რუკას აბსოლუტურად მეორე ნახევარი გვაქვს სულ აი პირადი რუკებით ვიწყებთ იქ ვენერას აღქმა აბაშენ რას გრძნობა ნუ რო გააცნობიეროს ეს ადამიანი უბრალოდ თუ ასწავლეთ ასტროლოგიას ეს ჩემ გამოცდილებითაც გიყვებით ეს არის შაბლონურად, კოგნიტურად ჩავიყარო ინფორმაცია ვერაფერი არ გამოვიყენა. აი მე ეს შეკითხები გვექნება, რომ აი ურთიერთსაწინააღმდეგო რატო არის და არ არის ეს ურთიერთსაწინააღმდეგო. ამიტომ მე ჩავრთე თერაპიული პრაქტიკა და ისეც პირად რუკას როცა ვაკეთებ, აქ თერაპიულ პრაქტიკას ვშთა ფაქტიურად მე არ ყვები რუკას, მარსი აქ აკყავს, ასპექტი აქ აკყავს. შეუძლიათ თვითონაც ნახონ, საიტზე შეიყვანონ პროგრამა და შეუძლიათ ნახონ. მე ვცდილობ ეს რუკა ფსიქოლოგიურად გავაცნობიერებინო ადამიანს, იცხოვროს შიგნით, ჩაუხრმავდეს ახალი რაღაცები დაიჭიროს საკუთარ თავში და ამის ინსტრუმენტს გვაძლევს რუკა ძალიან კარგად და ნენელა ვსწავლობთ როგორ დავიჭიროთ ეს აი ხე მე გეუბნებით თავიდან რომ დავიწყე ასტროლოგიის სწავლა, მე ფსიქოთერაპიაში წავედი და ფსიქოლოგიაში ფაქტობრივად ყველა თერაპიაზე მე ვცხოვრობდი ჩემ რუკას, მე ვაცნობიერებდი ხოლმე, აი თურმე როგორ უნდა მუშაობა ასპექტებზე და ფაქტობრივად იგივეს ვაკეთებ მე ვინც ჩემთან მოდის. სკოლაშიც ესე ვასწავლი, ხო, რომ იქ თერაპიულად თუ არ გავედით, მე ჩემი ინტერესი არ არის, რომ ერთჯერადად რაღაც კონსულტაციაზე, ან უბრალოდ ისწავლოს ადამიანმა და მე იყოს შაბლონურად მათემატიკური ფორმულებებით, არ არის ასტროლოგია მათემატიკა, ეს უნდა ვიგრძნოთ, ეს უნდა საკუთარი თავის შესწავლის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი არის, მე რასაც ვაკვირდები, ხო, ყველაზე სიღრმისეულად შეუძლია ასტროლოგიას პირად რუკას გავიდეს ადამიანის ყველა ქვეცნობიერ სტრუქტურაზე, შინაგან კარმულ პროგრამებზე, ოჯახურ სცენარებზე მაგალითად, ხო? ძალიან დიდი ინფორმაცია დებს, ჩვენ ნათესავების ბედი, შილების ბედი, დაძმის ბედი, ყველაფერი წერია ჩვენ რუკაში ფაქტიურად და მე თუ დირექციები, პროგრესიები ხა პერიოდულად ვაკეთებ ხოლმე ტრანზიტებზე, ტრენინგებს, ჯგუფურ ტრენინგებს, სადაც ასევე ფსიქოლოგიურად გავდივართ ტრენინგებში, ტრანზიტებში რა ხდება, ეხლა შენთან როგორ ისახება, ეხლა შენ სად გახარ? დრეს რუკა ხომ მოძრავი არის და მე კიდე ახალი რაღაცები შემოდის და იმ ხელა გაცნობიერებები შეიძლება მოგვიტანოს ასტროლოგია. იმ ხელა გაცნობიერებები რამდენი წელი ახლა თერაპიაში ვარ და მარტო ფსიქოლოგია ამას ვერ მიიღებს. თვითონაც არ აქვს, აი ფსიქოლოგებს არ აქვს ამ ხელა თვით რეფლექსი, ამ ხელა გაცნობიერებები საკუთარ თავთან არ აქვს, ხო? ეხლა ხედავ ხოლმე რუკას მაგალითად და ახლა ზოგს ძალიან კარგად ესმის ასტროლოგიის ფსიქოლოგებს და ძალიან მაგრად იყენებენ ეს მათ უკვე შეუძლიათ ბოლომდე გავიდნენ როგორც იუნგი იყენებდა მაგალითად ასტროლოგიას და ვინცაც არ აქვს ამასთან შეხება აი იმ რეალობა, სრული რეალობა, სადაც შეიძლება ზუსტად თუ არა გვაქვს ამ რეალობასთან კონტაქტი გავიჭედოთ, აი ამას ვიკვლევთ და ამასთან გვაქვს მე შეხება. ხო ესე რო ვთქვათ და ამიტომ აი ამას დააკვირდით რომ ბევრი რამე არის ისეთი კიდე გასარკვევი ჯერ თვითონ ინფორმაციულად ასტროლოგიაში რა ფუნქციები აქვს პლანეტებს და მე უნდა დავჭერდეთ აი როგორც თვით რეფლექსია მედიტაციურად დავიწყოთ კონტაქტი ამ ინფორმაციასთან დავჭდე და შევიგრძნო აი მერკურზე როცა ვლაპარაკობ შევიგრძნო იქ სხვის ასპექტებს დავაკვირდე ყველაზე კარგად მაგით ვსწავლობთ როცა აი მეუღლე მეგობარი შვილი მის მერკურს ვაკვირდები და ხედავ უფრო გარედანაც ხო როგორ მუშაობს მისი მერკური მე უფრო მეხმარება
ჩემთან დავინახო. ხა მე მაგალითად ჩემი ეს კონსულტაციები ძალიან მეხმარება თვითრეფლექსიაში ხოლმე, აი მათთან რომ ხედავ იმას, რასაც თვითონ ვერ ხედავენ, მე ვცდილობ გარედან შევხედო ჩემთავს, რასაც ახლა მე ვერ ვხედავ, ხო? ანუ ზუსტად იგივე ფოკუსი ჩავრთო, რასაც მე ვხედავ ხოლმე მათში და ძალიან მეხმარება თვითონ მეც ის, ხო? და ამაში არის მთელი ფოკუსი ასტროლოგიის, რომ ჩვენ შეგვიძლია აი ნელა ამ სწავლაში ისე შემოგვესწავლოს ჩვენი თავი, ისე ციხნებში გავიდეთ, რომ აი ნამდვილად შესაშური იყოს ხო ძალიან ბევრი ფსიქოლოგი რო ვერ გადის ამ სიყრმეებში და ასე რომ აი ეს არის ხოლმე როცა ხშირად მეკითხებიან რა ხდება ამ დროს არაფერი წინააღმდეგობა არ არის უბრალოდ ჩვენ როგორც ჰერმან ჰესეს მაგიურ თეატრში დრამალის ფილში არის ხა მას ჰერმან ჰესე შავ მთვარე ყავდა მერწყულში და მერწყული ეს არის ბევრი ჯგუფი ვართ შიგნით უამრავი ხმა მესმის ჩემში ესეთი რაღაც არის და მან უფრო ფსიქოლოგიურად თავისი ლილიტი დადო აი ამ მაგიურ თეატრში რომ უამრავი პერსონაჟი შემოიყვანა თავის ხო და მან სხვა იყო მაგრამ რეალურად აი ეს არის ასტროლოგია რომ ჩვენ ძალიან დიდი ვართ ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრი რამ არის სამყაროში ძალიან ბევრი სტრუქტურა არის იქ პლუტონი, ნეპტუნი, სახლების სისტემა, იქ ასპექტების სისტემა, სტიქიების სისტემა, მაგალითად, ხო, ძალიან დიდი ინფორმაცია არის და ხან სკოლაში ზუსტად მაგას ვაკეთებ ხოლმე, რომ იმ ხელა გაცნობიერებები აქვს, აქ მარტო სწავლა არ არის, ფაქტობრივად ჩვენ თავს ვეხებით ხოლმე, იმ მოდელს თავაზობ, რასაც მე გავდიოდი წლების განმავლობაში დამოუკიდებლად ჩემი გზით, და ამ გზისას ვაჩვენებ ხოლმე თქვათ, რომ ეს გზაც საინტერესოა, ესე რომ ვთქვათ. და აი ამას უნდა დააკვირდეთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი მოგზაურობა, ასტროლოგიაშიც შევდივართ, ფსიქოლოგიურად. ისე თუ შევდივართ, ახლა რომ იციან კარგად რუკა და ჩამომირაკრაკებენ ხოლმე და შიგნით კონტაქტი საერთოდ არ აქვს საკუთარ თავთან. ახლა ამ ასტროლოგიას, ძველ ასტროლოგიას რა თქმა უნდა არ გულისხმობ, ხო? ეს არის ფსიქოლოგიური, თანამედროვე, გაცნობიერებული ასტროლოგია და იმ ხელა სამყაროში შევდივართ, იმ ხელა მოგზაურობაში შევდივართ საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან, ხო? რომ მე ჯერ არც ერთ სისტემა ასეთი მართალი პლუტონურად ესე რომ ვთქვათ ასეთი სიღრმისეული ჯერ რამდენ სისტემას ვარ გარკვეული უამრავი სხვა სისტემებში მიმოგზაურია და მაინც ასტროლოგიის ჭრილიდან უყურებ ხოლმე ყველაფერს და აი მაინც ეს არის თავარი ბირთვი რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლე არის ხოლმე რეალობასთან კონტაქტი არის და ამ რეალობასთან კონტაქტში ყველაზე მეტად ასტროლოგია გვეხმარება. ასე რომ დაფიქრდით, გაცნობიერეთ ეს დიდი მოგზაურობა არის, არ არის მარტივად გასარკვევი, მარტივად მისახვედრი წლები ჭირდება ხოლმე ზოგჯერ, ოღონდ ეს ამათ ღირს. იმიტომ რომ 1-2 წელი და თუ ჩვენ ჩავთავთ ასტროფსიქოლოგიას, აბსოლუტურად სხვა ხედვა, სხვანაირად უყურებთ მე სამყაროს, ადამიანებს, გარემოს, ენერგიებს, ეზოთერულ სფეროს უახლოვდებით. ფაქტობრივად სამყაროს კანონებთან გავდივართ კონტაქტზე და ეს ძალიან საინტერესო არის, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით და ვინც მომყვებით ალბათ ხდებით ხოლმე უფრო რაზე ლაპარაკობ ხოლმე. ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა და დროებით. ველოდები ხოლმე თქვენ კითხვებს, ხათშორის ყოველთვის ვეცდები, რომ ესე პატარ-პატარა ვიდეოები გაგიკეთოთ ხოლმე კითხვებზე დროებით.